ოდესმე დაკვირვები ხარ, რომ თუ ბევრ შაქარს მიიღებ, თითქოს გონების კონცენტრაციას ვეღარ ახერხებ. ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი გონება და ჩვენი საჭმელი ერთმანეთზე მოქმედებს. დაბალანსებული კვება ნიშნავს, რომ უნდა ავირჩიოთ საკვები, რომელიც გვეხმარება ფიქრში და მხოლოდ საგემო ნოთვისებებით არ გამოირჩევა. მომისმინე ყურადღებით, გასწავლი რაც უნდა გააკეთო. პირველი, შეამცირე შენს რაციონში ნახშირწყლების რაოდენობა. განსაკუთრებით ეს ეხება მარტივ ნახშირწყლებს. ეს იქნება სხვადასხვა ტიპის ფაფები, მურაბები, კომპოტები, ნატურალურად წოდებული წვენები და ასე შემდეგ. მეორე, საერთოდ ამოიღე მოხმარებიდან რაფინირებული პროდუქტები, განსაკუთრებით რაფინირებული შაქარი. ეს იქნება ბრინჯი, ეს იქნება ჰერკულესის ფაფა, ეს იქნება ნატურალური რაფინირებული შაქარი, რაფინირებული ზეთი და ასე შემდეგ. და მესამე, ეცადე საკვები მიიღო თერმულად დამუშავების გარეშე. ის რისი ჭამაც შეიძლება უმად, ჭამე უმად. ბადრიჯანს და ხორცს ვერ შეჭამ უმად, მაგრამ რისი ჭამაც შეიძლება ის უმად ჭამა. ამის გარდა კიდევ თუ გაინტერესებს რა უნდა გააკეთო, მომწერე. მოდი, ვილაპარაკოთ.